როდესაც ვაკეთებ. ეს არის ოსპის კოტლეტები, რომელიც მე მიყვარს სასწაულებრივად. ანუ აი უზომოდ მიყვარს მე ეს. აი ხორცი ხო იცით მე როგორ მიყვარს. მაგრამ ეს არ მიყვარს ხორცზე ნაკლებად. ეს ის იშვიათობაა. ალბათ იმიტომ რომ ეს ხომ მცენარეული ცილა და გავს ძალიან ხორცის გემოს. ჩემი სიყვარული, აი მე როგორ მიყვარს ღმერთო. Ce faceți? Apa, prinzi, apa. Auni ხამისაც საათზე გარეთ იყო. რა იყიდე აბა? ჩიპსი. Candy panda. ეს არის საფუარი. ეს არის არაჟანი. Yummy. Yes. ეს Yummy. და ეს რა არის? Yummy. ეს ფქვილი. თქვი ფქვილი? It's a pretty. Yes. It's a vanilla pretty. Yes. ეს არის ხალხო კარფოში ნაყიდი აქციით ლობიომ ხოდა ეხლა გავარჩიოთ და ხვალე გავაკეთებ ლობიანებს ასე 800 გრამია და ეხლა 800 გრამი ჩვენ არაფერში არ გვიყოფა ხო და თან ლობიანი მინდა ძალიან დიდი ხანია ჩემი გაკეთებული ვიგულისხმე. ხვალ ისე გემრიელად ეხლა იმას ვიღავ დავრეცხავ, მე წამოვადულებ, მე მაგ წყალს გამოუცვლი, მე კიდე წამოვადულებ, მაგაში დავტოვებ და დილას მოვხაშავ. ეხლა მოვზელ ცომს და ხვალ გავაკეთებ უგემრიელეს ლობიანებს. ესეთი ამბავი ჩამოვირფასებო და დღეს ალადუშკები გავაკეთე. მე საღამოს აღარ გადამიღია. ის გავაკეთე კატლეტი ოსპის, რომელიც ბავშვებმა არ ჭამეს, მაგრამ კაცისე მოეწონა, ეს უფრო მომეწონა, ვიდრე ხორცისაო. სულ შევჭამ ხოლმეო მე ამასო და ყველა შეჭამა ხვალისთვის მინდოდა. ხო და მაფრი არ მithkom საქმეო კიდე მაქვს ოსპი და გავაკეთებ. უცებ კეთდება ძალიან მარტივია, აი არაფერი არ ჭირდება ფაქტიურად. ხახვი, ნახევარი გავუკეთე, მეორე ნახევარს როგორც დავდე, ახალი ხახვი აგერით მიდევს. ახალი ხახვი, კიდე ის სტაფილო, მწვანილი, კვერცხი, ოსპი და всё. მეტი არაფერი. საერთოდ. Ушакаем. მომეინაჭა ეს რაღაცების კეთება და ხახო რა ამბავია TikTok-ში. ესე იგი ბინების ყიდვებზე ისეთი ამბავია, რომ აი კარი გაოცებული ვარ.
მგონია ხოლმე რომ აი რაც თუ გადის რომ არაფერი აღარ გამაკვირვებს. ახლა ამას რა უჭირს საერთოდ ისეთი ამბები ხდება ეგ რა მოსატანია, მაგრამ ზოგადად. მაგრამ ყოველთვის წმუნდები რომ ვსდებოდი ძალიან. პავლობიანები იქნება იქ. რატო კვდები? უჭი. ასე კი არ გინდაო. Mira, saukkunis totuma ei kahvidoja tässä. რომელი? აი. ეგრე ჯობია რადგან ამბობ. ასე. ეს არის. დიდი არაფერი ცუდი ის არ არის, ნატეხებია და რაღაცა, თორე ჭიანი და რაღაცა სულ 1-2 იყო. აი ეს მაგალითად. აი. ეხლა კარგად გავრიცხავ, მერე დავდგავ, წამოვადგებ და თან მოვზავ ცომს. ეს არის 800 გრამი ცომს მოვზავ 1 კილოს. ასე. вообще разные. Ну, это медленнее, там ამას როლეს ხავ ისეთი არის იცით რა ნახე კიდე Facebook-ზე ნახე სხვა შეხედვის მაკარონი მოამზადა მმა ანუ ხორციანი ვიქოვან როსტი აღარ მწვანე როსტი ანუ ასეთები რატოდეს მე ან გიჭამია ვინ სხვა ევროპაში ცხოვრობს სხვა შეიძლება იხაგეთებენ არ ვიცი Terapia.
იცი როგორ გაფურდება ეს? ძალიან. მეგონება ხაფიანია. ეხლა უკვე არი აღარაა ისეთი უკვე გამჭვირვალეა. ანუ ხაფიანი ვით არის, მაგრამ ანუ აი გამჭვირვალეა, ჩანს კიდევაც. ბოლომდე არა, მაგრამ თავიდან რაც იყო. ნელ-ნელა ვუმუღამი, ბოლოს და ძალიან მიხარია, ძალიან სასარგებლოა. აი ზომა. თან მე ძალიან მიყვარს სილოვანი საჭმელი და ანუ ხორცი გაიგენი და ეს მცენარეულია და ესეც მომეწონება. ასე. საერთოდ ჩავაყენებ წყალს. შეიძლება ჩავაყენებ და ესა. სამახურავს თავს რამე არ ჩავარდეს და ხვალამდე ესე მექვა პირველ საუზმეზე ამას მოვიწერე ძალიან მინდა. და ასევე ახლა მოვზავ კიდე სომს. მოვზავ აი საყვარელ ხასში, რომელიც შემასაყვარელია გოგო მაჭუკა. ესე ოღონდ აღჭირდება სასწორი. ქვილი საწაიღეს უკვე წაიღო კაცო. ჯერ ხო ეხა მოვიტანე. აი ნახეთ ესე. კი არ ჩანს არაფერი, მაგრამ მაინც. მაინც ერთი კოგო გვინდა. ნუ პლუს მინუს 700 800 900 აჰა კილო და 62 გრამი. შა ეს მეტი აღარ გვინდა. და დაგჭირდება შაქარი ერთი სკ ყოველთვის ამ რეცეპტით ვაკეთებ მქვილს. ერთი სუფრის კოვზი შაქარი. ნახევარი სუფრის კოვზი მარიგი. ეს ახალი ვიყიდებ ძველი ძველი მქონდა და ხონდა ახალი ვიყიდებ ეს ძველები გადავყარო. არა შეიძლება არც არაფერი, მაგრამ შეიძლება დაგაღალატოს და არა მოვიდეს. 1 კილოს უნდა 1 კოვზი. აი ასე. ეხლა ამას უბრალოდ ამოურევთ. და უნდა თბილი წყალი. და ზეთი გადასაზელად. ხვალობიანი გვექნება. კაია. არ უნდა იკბინებოდეს, თორე ჩავარდება ქვილი, ცომი. ქვილი კი არა. არა მოვა. ესე.
არ ვიცი, ძალიან მიყვარს ხალხი. აი ეს რაღაცების კეთება უზომოდ მიყვარს. რა გავაკეთო? როცა აი მაგას დავაკვირდი, ძალიან უცნაური რაღაცა, რომ როცა ცუდად ვარ, მაშინ არ მინდა არაფრის კეთება, რაც მიყვარს. აი, მათ შორის ამისიც. ხა კიდე ჭირდება თუ რა მაიცება. ნახოთ. აი, არაფერი აღარ მინდა ხოლმე, რაც მიყვარს. ეგ არის ხოლმე ნიშანი იმისი, რომ მივიდივარ კარგად. არა, ის აღარ უნდა. წყალი. ისეთი სასიამოვნო თბილი ტემპერატურა აქვს. აჰა, ეხლა გზეთი. ჩავაზიაროთ. ძალიან მაგარი ცომი არ მიყვარს და ძალიან შვილი ცომიც არ მიყვარს. პასკა ორნაბიჯში 4 ლარი ღირდა. მაგრამ პასკისკენ არც გავიხედავ. წელს ისეთ დღეს ჩამაგდო მე მაგან. ეგ კი არ იყო დასაწყისი, იყო დასასრული. ჩემი აწყვეტის. ასე რომ მე დავემშვიდობ მომავალ წლამდე. მას და სულაც რომ მაჩუქონ ახლა. всё. მაგის ჭამელი არ ვარ მე. წელს არ უნდა უგრძალო თავს, იმიტომ დამემართე. თავს უგრძალავ. არ უნდა უგრძალო თავს და ეგეთი რამე აღარ დამემართება. მე არ უნდა შემოშლო, მაგრამ არა უშავს. მართალია ეს გამოთქმა სწავლა სიკვდილამდე. Можете. Все, ახლა ეს ყველამდე დაყოლდება, ყველა გამომხდება და ხალ გამოცხება თემი ელოდა. სანამ ბავშვები მოვლენ სკოლიდან. და გარეთ კიდე ასეთი ძალიან ლამაზი 7 და მკვდრო ღამე დგას. მე რომ მიყვარს ისეთი ღამე მშვიდობისაც ვერ ფასებო. ხვალამდე.